მოგესალმებით, შემოკარგებო. კარგ დღეს გისურვებთ. შვენიერი დღე გათენდა და ყველაფერი ძალიან კარგად იქნება. აი ნახავთ თუ არა. აი ესე იფიქრეთ და ყველაფერი კარგად იქნება. გუშინ შევარდი შხაპში, რა თქმა უნდა, ეს აქტრისა მარგარიტას წარბები ჩამოვიბანე, ახლა უბრალოდ ჭაღარა წარბები აღარ მაქვს. თუმცა ჩემ წარბებს აშკარად ჭირდება პროფესიონალი. როგორც იქნა, შეღებილი ვარ, წარბებს ჩამორეცხილი ვარ, ბედნიერი ვარ. ჯერჯერობით მე მოვიძავს მარტო და მეთაბუბუსი. რას წამოფრინდა ეს ქალი ამ დილაუთენია ვფიქრობს, რას წამოფრინდი ბუბუ და უნდა გავაკეთო ბებოს ლავაში ხაჭაპური. მოკლედ, ცავს მე უნდა მოვამზადო ოჯახისთვის. ვიყიდე გუშინ უგემრიელესი ყველი, ვერ ვიტყვი რომ სულგუნი კარგია. ცუდი არ არის, მაგრამ რა აქვს იცით, მიმწვარი რძის გემო აქვს. ეს ცოტა უფრო მარილიანი აღმოჩნდა, მთელი იყო და მაცევარში შევდე. ეს უფრო ნარბილია. სამაგიეროდ აი ესე დავტოვე. ღამე დავაფარე თავზე და აი ეს დიდი თავი ყველი წყლით იყო დაფარული. ანუ გამოდის, რომ ნახევარი ფასი გადავიხადე წყალში. რა ვქნა, მიყვარს ეს უმარილო ყველი და თან ძალიან გემრიელი აღმოჩნდა. ვამზადებთ შემდეგნაირად. ახალი მეთოდი მაქვს. გუშინ პირველად ვამუშავე ჩემი ახალი სამზარეულოს დამხმარე, ჩემი წითელი ბიჭუნა. ძალიან გამოიჩინა თავი და ძალიან მასი ამოვნა. მოვამზადე ესეთი ტარტალეტები, მალე დავამონტაჟებ და თქვენ შემოგთავაზებთ. პირველადვე ვიხმარე ეს სამკუთხედი ფორმები, იტალიიდან მქონდა ჩამოტანილი და 2 წელი უაზროდ მედო ყუთში. ფორმებით ძალიან მომეწონა. რა უნდა ახლა იმას, ხო? რა ქვია? აი ამ ბებოს ლავაშის ხაჭაპურს და ბებოს ლავაში და შიგნით გახეხილი ყველი, მაგრამ მე მივაგენი ერთ ძალიან გემრიელ ხრიკს. ეს რა თქმა უნდა გავხეხო ყველი. იმიტომ მიყვარს მე უმარილო ყველი, რომ კარგია გამომცხვარში, ხაჭაპურში, ყველის ნამცხვარში, პეროგში და ასე შემდეგ და ასე შემდეგ. მარილიანს ვერაფრით ვერ მოვაშორებ მარილს, ხო და უმარილოს რო ვიყიდი, ჭადისთვის მე თვითონ დავაყრი მარილს. იმ ნაწილს დიდი თავიდან. ბებოს ლავაშს 4-ად ვჭრი ხოლმე, გამომცხვარ ნაწილს შიგნით მოვაქცევ. და ვიღებ დაახლოებით აი მე-4-ზე 1 სუფრის კოვს არაჟანს. არაჟანი აძლევს რაღაცა ცხიმიანობას, სინოტივეს, კარაქის გემოს და არ არის ეგრეთ წოდებული ლავაშის ხაჭაპური, გამოფხიკინებული ჩიფსი. უფრო ნაზია და უფრო ესეთია. ყველს იმდენს ვიყენებ, რამდენიც მაქვს და რამდენიც მემეტება. ხან ძალიან ცოტა მაქვს და ცოტას ვანაწილებ. აი ესე ბლინჩიკივით ვახავ ხოლმე. აი ასე ბატონო. აი ასე. ზეთიან ტაფაზე შევწვა ორივე მხრიდან და არის ძალიან ნაზი არაჟნით. გორში ზეითუნის ზეთთან ერთად თურქეთიდან ჩამოტანილი პროდუქტების მაღაზიაში შევიძინე ლიტრ-ნახევრიანი აირანი. ყველა მიცით, მაგრამ ვინც არ იცით, მაინც ვიტყვი, ეს არის რაღაცა ერთგვარი კეფირივით დასალევით. ლიტრ-ნახევარი გადავიხადე 5 ლარი, არის უგემრიელესი, მე მგონი კარგი ფასია. ბუბუსი, წავედით შემოგევლე? წავიდეთ. მოდი წავიდეთ.
მე და ბუბუსა მივდივართ დალაკთან. ხომ მოგწერეთ? იმიჯი აქვს შესაძლებელია ბუბუსა და ხოდა მივდივართ იმიჯის შესაძლებლად და რა უკვე დათბა კი რა დააწყა და ბუბუ კიდე გადის ესე გაჭეჭილი ცხვარივი. გო ბუბუსა? მე ცოტა ვღელავ, იმედია ბუბუ არ გაწვავდა. მე გარეთ გამომიშვეს, იმიტომ რომ ბუბო არ ისვენებდა ჩემთან ერთად. ჩემი იმედი ქონდა და არ ისვენებდა და ჯერ შორს დავდექი და ეხა აივანზე გამოვედი. ნერვიულობთ მეც და ბუბუს. გარეთ გამომაბრძანეს. იმიტომ რომ ბუბუს ჩემი იმედი აქვს შიგნით რო ვარ, აი კარებშიც რო ვდგევარ მაინც და გამოვედი რა ვქნა აბა. ხარ მთავარია ცოცხალი დამახვედროთ კიდე ვიცინეთ. არა, კარგი გოგოა, ძალიან კარგი გოგოა, კარგად ექცევა ცუგას. და ჩემთვის ეგ არის მთავარი. გავისე ერთად ახლა ჩვენ აქვე. კედელზე არის გაკეთებული ქართული ორნამენტი, ინდივიდუალურად არის, ხელნაკეთია. მე მთლად ასეთი არ მინდა, მაგრამ აი ამ ფერებში და ესეთი ორნამენტები მინდა სამზარეულოს ეგრეთ წოდებული წინსაფრისთვის. ოპა. და ვერ ვშოულობ სიმართლე თუ გინდათ. ეს რა არის? ვინმეს დარჩა? დატოვეს ფეხსაცმელები, ვისაც ჭირდება იმისთვის. და მე კიდე გვერდზე მივუჯექი. აი ნახეთ, აქ არის იაკობ გოგებაშვილის ბიუსტი, იქით არის სკოლა, მესამე სკოლა, თუ არ ვცდები. ამოდიხართ კიბეზე და გვაქვს აქ ტოდის გრუმინგი, აგერ არის ნომერიც, სახელიც. გვერდზე არის აი ეს ავტოიმპორტის თანჯარა. აი იქ არის TBC ბანკის კუთხე. TBC ბანკი შემოუხვევთ და შემოდიხართ ამ ქუჩაზე.
კარგად შევხედოთ და ვნახოთ. როგორი ბიჭია ჩვენი ბუბუ. ბუბუ კი რაო გინეცალე. რაო ჩემო პატარა. რაო რამე ხო არ გადგინეს იქა, ჰა? ასე. რა გაქიქა რა? რა გაქ? შენ შემოგევლენე, ჩემო პატარა, ჩემო სულელო. ყველაფერი კარგად არის, ნუ გეშინია. ჩემო პატარა. გაჭრიგინებული ბიჭი ხარ შენა კაცო. ეს რა არის ნეტა რა? ჰა? ეს რა არის და მოიტანა ესა. სანათი მოიტანა, აი რაც ზედა ხატია. ფოსტა მე რო არ ვიყავი და სუპერმარკეტში დაუტოვებია. მთლიანად ბეწვიანი ვარ, შეეძლო დაებანა, მაგრამ მე ვთხარ სახში დავბან მეთქი. ეს ზედა და ქვეშ მაიკა რაც მაწვია, უნდა გავიხადო და გადავაგდო. შევარდეთ აბაზანაში და ორივემ ჩამოვირეცხოთ ბეწვები. ამოისუნთქა ძაღლმაი, ამოისუნთქა. კანი გამოუჩნდა, ჰაერი მოხვდა, ეხა კარგად დავბან, ისედაც სუფთაა გაკრიალებული, მაგრამ ესა იმ შეთელილში კარგად არ ებანებოდა. რაო ბუჩონა შენ შემოგევლენე. როგორ ახარ? ბიჭუკა. ჩემი ბადარა ციყუნია. აი ესე დამგვარად შევცვალეთ ბუბუს იმიჯი, გავკრიჭეთ, გავაპრიალეთ და მოვიყვანეთ სახლში. 12 საათზე რომ დაიწყო კრეჭა, 2 საათზე დაამთავრა, არ ამოუსუნთქი არც ზაღლს და არც ოსტატს. რა თქმა უნდა, ორივე დაიღალნენ, ბუბუ დაიღალა, ცოტა დაიძაბა, იმიტომ შეგნებულად გარეთ გამომიშვა. არ ისვენებსო ფართხალებს და არ მიშვებსო ყველა მხარესო. შორიდან უჭყიტინებდი, მშვენივრად. ერთი ნაკაწრი არ აქვს, ისეა გაკრეჭილი. ცუდ მდგომარეობაში ქონდა, აი საბანივით ქონდა შეთელილი. ყველგან ყველაფერი და გაუჭირდა მისი გაკრეჭა, უამრავი ბულული დაყარა. ალბათ ერთი სანაგვე გაივსო. შეიძლებოდა მისი დაბანაც, მაგრამ ცოტა როგორი ცოტა წვიმიანი დღე იყო, ცოტა გრილი და ვიფიქრე არ გამიცივდეს და აღარ გავაწვალებ მეთქი და მოვედი სახლში, ჩავრთე გათბობა, შევიყვანე კარგად, თბილად ვაბანავე, მაქვს მე ბუბუს დაბაცოსთვის სპეციალური შამპონი, რას აკეთებს, რას ფართხალებს. და გემრიელად ჩავიხუტე, ჩავადბუნე, ჩავაწვინე ლოგინში და ისე ღრმად და გემრიელად დაეძინა, დამშვიდა, დაწყნარდა. სადღაცა საათნახევარი გვეძინა ორივეს ერთად, ავდექით, თბილ სითბოში დავსხედით ისევ გათბობასთან, ვაჭამე, ვასვი, ცოტა ისეთი იყო, ცოტა რაღაცნაირი შიშინებული და ცოტა ისეთი იყო, ფრთხილი. მაგრამ გავეთამაშეთ მე, სტასიკოც, რა ვიცი, მე ვიყავით ერთ ამბავში და ბოლოს დაიყეფა კიდევაც სადარბაზოში ხმა გაიგო, საჭმელიც გემრიელად მიირთვა, წყალიც დაათხლაფუნა, თავისი საქმეები მოითავა. მოკლედ ძალიან კმაყოფილი ვარ და მთლიანობაში რეკომენდაციას ვუწევ არაჩვეულებრივ ეკუნას გორში. არის ბევრი გრუმერი, ბევრი კი არა, მე მგონი საერთოდ არ არის სხვა გრუმერი მასში, ჩვენ რაიონში, აი გარშემო პატარა ქალაქებში და სოფლებში, ასე რომ თუ დაგჭირდეთ, არის მშვენიერი სპეციალისტი ეკა გორში და გამოჩნდება ახლა სკრინი ეკრანზე და შეგიძლიათ თქვენს დასკრინოთ, შეინახოთ და გამოიყენოთ. ნამდვილად არ დარჩებით უკმაყოფილო, პირიქით მოგეწონებათ და კიდევ მიიყვანთ თქვენს პატარა ოთხფეხა მეგობრებს მასთან. ასეთი დღე გქონდა საკმაოდ მძიმე, საკმაოდ ესეთი, ჩემთვის ყოველ შემთხვევაში, ჩემთვის და ბუბუსთვის მძიმე იყო იმ გაგებით, რომ ცოტა ვინერვიული, აი
პირველად დავტოვე არაოჯახის წევრთან, უცხო ადამიანთან, გადაბმულად 2 საათი, საერთოდ გავედი ოთახიდან და იქ მაგრატელიც ქონდა, იქ საკრეჭიც ქონდა, რომელსაც ხმა აქვს, იქ უცხო გარემო იყო, იქ რა ვიცი და აი ცოტა დაიძაბა და შეეშინდა და დისკომფორტი ქონდა, რა თქმა უნდა, თუმცა არ უტირია, არ უფხაჭვინია, გაქცევა არ უცდია, არ დაუღრენია და არ უკპენია. თვითონ ბუბუჩა არის ძალიან საყვარელი ბიჭი. ასე. აი ესეთი დღე გქონდა. სავარცხელი გვაქვს. მასაჟივით გადავუსვამ ხოლმე, ამასობაში ნელ-ნელა მოეზრდება, დავარცხნას შეეჩვევა და არც ისე ძალიან არ მიუშვებთ, რომ ჩაითელოს და არც ისე ძალიან არ მიუშვებთ, რომ იმ სიგრძე გაიზარდოს. ვითმეტეს, რომ ზაფხული მოდის და დასწყება. აი ესეთი გაკრიტილი და გაპრიალებული ბიჭი ყავს. რაღაცა მომეჩვენა, რომ გამხდარია და მოდი კიდე უფრო მე მოუმატოთ მეთქი საკვების დოზა თქო და მოვაპუტკუნოთ ცოტა თქო ტასიკოს ვეუბნებოდ. აი ესეთი იყო დღეს ჩემი ამბები, ჩემო კარგებო, ყველაზე მნიშვნელოვანი, რა თქმა უნდა. რუტინა, მიალაგე, მოალაგე, დაარეცხე, გააცხელე, გაფინე. გაფინი არ მქონდა დღეს, გაფენილი მოუხსენი, ხვალაც რაღაცა პატარა ჟინჟღლებს აპირებს და არ ღირს ახლა გაფენა. ახლა დაგემშვიდობებით, ჩემო კარგებო, ღამე მშვიდობისა, მადლობა რომ იყავით ჩემთან ერთად, მადლობა რომ გულშემატკივრობთ ჩემ ბუბუკას, მომწერეთ აბა როგორ მოგეწონათ ჩემი შველივით გაპრიალებული და დაბადარებებული ბუბუ. კარგად ზანდებოდ.